სისტემას ეშინია ადამიანობის საკუთარ სტრუქტურებში მომუშავე ადამიანების ადამიანურობის, ჰუმანურობის გამოჩენის და ხვდენია იმის, რომ ვიღაცამ შეიძლება გამოიჩინოს აქციების მონაწილეების მიმართ ეს ადამიანობა. ძალიან ხშირად გვხვდება ესეთი ფაქტები, რომ თუნდაც ჩვენ სასამართლო პროცესზე, ჩემს და მარიამის სასამართლო პროცესზე გომელაურის უწყებამ გამოუშვა ორი ბრალდებელი თბილისიდან, რომ ჩვენი სამაგალითო დასჯა მომხდარიყო და ერთ-ერთი ამ ორი ქალბატონისგან იყო ზუგდიდელი ახალგაზრდა ქალი და ეს ჩემი ღრმა გაგებით და ჩვენ თუ გადავხედებთ სხვა საქმეებსაც, რომელიც თბილისში ასევე წარმოებული არის, თუნდაც ახალგაზრდებთან ძალიან ახალგაზრდა პროკურორებს უშვებენ და ასე შემდეგ. განზრახ ყოველი ჯგუფისთვის მოყავთ ის ადამიანები, ვის გაფუჭებასაც ბჭყალებში ვამბობ ამ სიტყვას, თითქოს ჩვენს თვალში მოახერხებენ. ზუგდიდშიც ეს ქალბატონი გამოუშვეს ზუსტად იმისთვის, ეს ახალგაზრდა ქალი, რომ ზუგდიდში ყველას ცოდნოდა ვინ მონაწილეობდა ჩვენს წინააღმდეგ ამ პროცესში და ვინ დაგვისვეს მოპასუხე და ცდილობენ ერთმანეთი ჩაითრიოს, სისტემა ცდილობს, რომ ერთმანეთი ჩაითრიოს აი ამ ვარდნაში, რომ ყველა ერთმანეთთან იყოს გადაჯაჭული და ყველა ერთად დაესაჯოს საბოლოო ჯამში და სახე არავის აღარ შერჩეს ადამიანურობის და ჰუმანურობის სახე სტრუქტურას თითქოს არ უნდა შერჩეს და მგონია, რომ აი ეს არის ამათი სირცხვილიც ერთდროული და შიშიც. ან მიმდევრულად ცდილობენ, რომ საკუთარი თანამშრომლები, საკუთარ სტრუქტურაში მომუშავე ადამიანები გატეხონ აი ამ ადამიანობის წართმევთ, დეჰუმანიზაციით. ეს დეჰუმანიზაცია, აი ჩვენი დეჰუმანიზაცია ხო სხვანაირად აქ აი რაღაცნაირ მტრებად გვაცხადებენ საზოგადოების. მათ კი ყოველგვარ აი ადამიანურ გვაჩვენებენ, რომ ისინი ყოველგვარ ადამიანურ გრძნობებს მოკლებულნი არიან რაღაც სისტემის ხელში ცარიელი იარაღები, ინსტრუმენტები, მხოლოდ სადამჟელო ინსტრუმენტები და ამას გამუდმებით გვიჩვენებენ, მათ დემორალიზაციასაც ახდენენ. შესაბამისად ჩვენშიც ცდილობენ ამ დემორალიზაციის ფონზე გამოიწვიონ ბრაზი და ანუ ამ ბრაზის დემორალიზაციის და ერთმანეთთან შეჭიდების ფონზე, სადაც თან თვითონ თითქოს სინდის გამოცდილად გვიჩვენებენ სისტემას, ბუნებრივი არის მოლაპარაკება და კონსოლიდირება შეუძლებელი ხდება და ამ დაშორებით, ამ ჩვენ შორის ამ უკიდეგანო თხრილის გაფართოებით მუდმივად ცდილობენ, რომ დაგვტოვონ იმ პოზიციებში, იმ მტრულ პოზიციებში, სადაც ვიმყოფებით.